ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველო კვლავ მისი დღის წესრიგის ნაწილად რჩება, თუმცა მხარდაჭერის გაგრძელებას ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ცვლილებას უკავშირებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც 9 ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიულ უკუსლაზე, ასევე იმ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით ქართული ოცნების მხრიდან აქტიურად ვრცელდება. წერილის მიხედვით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა მუდმივ გადახედვას ექვემდებარება, ხოლო გადაწყვეტილებები საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე მიიღება. რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს და როგორ აფასებენ მხარეები მიმდინარე ვითარებას. მოსაზრებები მაგდა ბლუოშნმა მოისმინა და საკითხის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება. მაგდა, მოგესალმები და გისმენთ. ევროკავშირის მხრიდან მორიგი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებმა სწორედ დღეს იხილეს. ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა ალიანსმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან მიიღო ოფიციალური წერილი და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ აუცილებლად ის, რომ თავდაპირველად სწორედ 9 ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააგზავნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში წერილი, რისი პასუხიც უკვე დღეს ვიხილეთ და აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს. აქვე ვიხილეთ წერილში მთავარი გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური ბრიუსელი ყოველთვის დგას და მომავალშიც იდგება ქართველი ხალხის გვერდით. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ამ შემთხვევაში წერილში ნათქვამია, რომ ისინი ყოველთვის მხარს დაუჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, თუმცა ამ ნაწილში მთავარ პრობლემად კვლავაც ქართული ოცნება დასახელდა, კერძოდ იმ ნაწილში, რომ ამ შემთხვევაში მმართველმა პარტიამ აუცილებლად ის კურსი უნდა შეიცვალოს, რომელიც აღებული აქვს. ევროკავშირი რჩება საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული და აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. ამ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია მყარია და ჩვენ კვლავაც მოუწოდებთ ყველა მხარეს იმუშაონ საქართველოს სტაბილური და აყვავებული მომავლისთვის. ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ისინი რამდენჯერმე განიხილა კიდეც. ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ევროკავშირი კვლავაც მზად არის მხარი დაუჭიროს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამავდროულად ევროკავშირი აქტიურად ეწინააღმდეგება დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები ავრცელებენ. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვესაუბრეთ თავად ოპოზიციური ალიანსის წევრებს და ვკითხეთ ევროკავშირის მთავარ გზავნილებთან დაკავშირებით და შეიძლება ასე ითქვას, რომ 9 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეს გზავნილები ნამდვილად არ გაკვირვებიათ. ჩვენთან საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ამ წერილის მიხედვით კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, რომ სანამ ქართული ოცნება საქართველოს ხელისუფლებას იკავებს, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გახდება. კავშირი ქართული ხალხის გვერდით დგას, იცავს ქართული ხალხის ინტერესებს და უფლებებს და მკაცრად აკრიტიკებს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, მათ შორის არ უნდა გაუქმდეს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ანუ საქართველოსთან, ვინაიდან ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას ქართული ოცნების წინააღმდეგ. მთავარი შეშფოთების საგანი არის დემოკრატიის მკვლელობის ცდელობა, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა საქართველოში, ეს ეხება პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიღებულ ეგრეთ წოდებულ კანონებს, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ ნორმებს, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებულ დრაკონულ კანონებს. ჩვენ ვრჩებით კომუნიკაციაში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დაუშვებელია, რომ ქართული ოცნება წარმოადგენდეს ქართულ ხალხს ჩვენ ევროპულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური რეჟიმი. ევროკავშირის წერილთან დაკავშირებით კი ჩვენ მოვისმინეთ მმართველი გუნდის წევრების პოზიციად. შეიძლება ასე ითქვას, რომ ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან გაჟღერებულმა გზავნილმა გაღიზიანება გამოიწვია მმართველი გუნდის წევრების. მოვისმინეთ კვლავაც უცვლელი რიტორიკა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან და ამ ნაწილში ტრადიციულად კრიტიკული გზავნილები გააჟღერა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შალვა პაპუაშვილმა კვლავაც გააკრიტიკა ევროკავშირი და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. ამ ნაწილში მოვისმინეთ მისი მხრიდან
განცხადებები, რომ ახლა ოფიციალური ბრიუსელი ქართველი ადამიანების და ქართველი მოქალაქეების მისამართით არასამართლიანად გამოირჩევა, რაც ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი. სწორედ ამ ნაწილში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ რა გზავნილებიც არ უნდა გაჟღერდეს ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას არ შეიცვლის. ჩნევენ სინამდვილეში მეორე ხარისხოვან ადამიანებად, რომელიც აქ რაღაც ჯგუფურად ცხოვრობთ რაღაც ტერიტორიაზე და იქ ხინკალს უმზადებთ და ხაჭაპურს როცა აქ ჩამოდიან და მოსწონთ ჩვენი ცეკვა თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭყვაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ყოველ ჯერზე, როდესაც იქნება ასეთი მიმართვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ქართულ ხალხს შეეცდებიან გამიჯნონ ქართული ხალხი საქართველოს სახელმწიფოსგან, ყოველ ჯერზე მე პირადად ვაპირებ, რომ სათანადო პასუხი დაუბრუნო ყველას. ალიანსის და ევროკავშირის ზოგი ინსტიტუციის შორის მიმოწერა მახსენებს სერგო ორჯონიკიძის და სტალინის შორის მიმოწერას, როდესაც ორჯონიკიძე ითხოვდა, რომ დაებრყოთ საქართველოს შემოსულიყვნენ და რაღაც ეს მონური თვითგვემა გადავიდა, როგორც ჩანს, თანამედროვეობაში ამ ალიანსის და რადიკალი ჩვენი ოპოზიციონერების მიმართულებით. მონური დამოკიდებულება, რომ ვინმე იყოს შენი დამპყრობელი და არ შეწყდეს ეს თავდასხმები, ალბათ ყველაზე დიდი მავნებლობა არის და ამას ისტორია სათანადოდ შეაფასებს. ასეთია პოლიტიკური შეფასებები ევროკავშირის წერილთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ოპოზიციურმა ალიანსმა მიიღო. მართველი გუნდის წარმომადგენლები კრიტიკულ რიტორიკას არ იცვლიან, ხელისუფლების ოპონენტები, კერძოდ 9 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი მთავარ გამოსავალს სწორედ ქართული ოცნების მმართველობის ცვლილებაში ხედავენ. მადლობა მაგდა და საუბარი ამავე თემით გავაგრძელოთ. დღეს შალო პაპუაშვილმა საკმაოდ მწვავედ და თუ კი მის განცხადებას მოვისმენთ, ალბათ ირონიულადაც გააკრიტიკა გერმანიის ელჩი. რას ამბობენ ამ თემაზე ერთი მხრივ ქართულ ოცნებაში, მეორე მხრივ კი როგორ პასუხობს აი ამ განცხადებას გერმანიის ელჩი? შეიძლება ასე ითქვას, რომ კვლავაც კრიტიკის სამიზნეა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ამ შემთხვევაში მისი მისამართით კრიტიკული გზავნილებით სწორედ შალვა პაპუაშვილი ქვეყნის პირველი კანონმდებელი გამოირჩევა. ზოგადად ჩვენ მოვისმინეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პეტერ ფიშერის მხრიდან განცხადებები, მაგალითად ეგრეთ წოდებული deep state-თან დაკავშირებითაც, რომ არ არსებობს ეს deep state პეტერ ფიშერის განცხადებით, რაც მიუღებელი აღმოჩნდა შალვა პაპუაშვილისთვის. სწორედ ამ ნაწილში ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ქართულ ხალხს უბრალოდ დასცინის პეტერ ფიშერი, როცა ამ განცხადებას ავრცელებს, რაც შეეხება თავად გერმანიის ელჩს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის პენსიაზე აპირებს გასვლას, თუმცა აქვე პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ როდესაც ის პენსიაზე გავა, აუცილებლად დააკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.